Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ აშვებით, ხო ხართ მაგრად? აბა მაგრად უნდა იყოს ხანაერთ როგორ შეიძლება. და რა მინდოდა ეხლა? ეს 5 ნომერი სად უნდა გავუშვა, აზია რა მინდო პორტ უზგები უქთოფანი. კუსკში გავუშვებ მოდი. State Russi სკინში გესავწიოთ აკა უსტკმა კარაკანტიც ავიღეთ, ჰიართიც ავიღეთ, კასტელოფოლიც ავიღეთ, კასტელოზე ანჯელიც ავიღეთ. ავიღეთ რა დავიცავთ კაც. აი ამას მე მივხედავ. კასტელოფოლ ანჯელი არ გვინდა მოდი იყოს. აი ეს მეხუთე ნომერი მოდი ახლა. აკაუშვით. ეს მეექვსე ნომერი, აბანახოთ სად არის მეექვსე. მეექვსე მანდ გავუშვით მოდი. ეს მეშვიდე მანდ არის ხო მეშვიდე. მეშვიდე წამომაშინ აკაუშვით. მერვე და მეცხედრაჩი ხო? აი მერვე ეს ვეთქვი უკ რაღაცა რო და აი ამ ეს დაიცვას. აჰა, აბა ერთ გადავხედოთ აქეთკენ ხარეს რა ხდება მერვე. არა კაცო მერვე დაიცვას კასტელოფის რაღაცას რასაც იცავს კაცო. მერვე დაიცვას რასაც იცავს. დავანები კაცო მერვე სად არის? მერვე დეფენს დაიცავი რასაც იცავ. მან წყვილობოდ კი არა ხარ შენ დაიცავი იქ. აი მაგამდე წამოჩვენ და 1-2 ციხესიმაგრე ჩვენ წამო ერთი ეს გავათავისუფლოთ. და ეგრე გავყიდეთ ნელაზე ვითხოვვალ თან ამა დავეხმარები და სხვაგან გავაგზავნე. ისე ძალიან მაინტერესებს რა. ერთ ჩემი გამოწერია რომელიც ახლა ხან დავდე ვიდეოს უბრალოდ ამ წამს. ხო და დადებული ან მქონდა ერთ-ერთი არ გასული ეგრევე შევიდა და ლაიქა კიდევაც. და ისა დაალაიქა კიდევაც. და ეგრევე დაიწყო ყურება რა. და ნეტა რომელია ეგ ძალიან მაინტერესებს. დავით თუ დავიწეს კომენტარებში. ხო და ისა მე-15 ეპიზოდი რო ეწერა დამოვიწე მე-15 ეპიზოდი მე-15 დავაწერე და გადავაკეთე ეს მე-15 დავაწერე რა. ან მე-15 ეპიზოდი იყო ეს წინათ ეს გამოვა მე-16 ეპიზოდი. შენ გაეთვე გაგაჩერებ. ამ ეპიზოდში ახლა რუსებს შანსი არა ვერ გავანადგურებთ ახლა ეგეთი ის არ ვართ რომ ამ ეპიზოდში შეგვდოდა რუსები გავანადგუროთ. თან ამდენ ქვეყანასთან რო გვაქვს ომი. ეგრე. ერთი ეს ავიღოთ და მე ამათ შვიდობას ვეტყვი რა. რო აღარ შეგვაწუხონ ამისად მე ვარ დაგვარტყან რაღაცა. დიდეთ ახლა არც გვაწუხებენ მარტო ჩვენ უტევთ, მაგრამ მაინც კამაკურა იქ მორჩეთ იმის დაცვას და მე ანდაპირდი ახლა შემიძლია კაცო იქ მაინც მეც ვერავის ვერ გავაგზავნე. ამ ნორვეგიელებს დაღაუნდათ, მაგრამ ეგენი თითქმის განადგურები არიან თი დინასტიას და ეგებს. ან კამაკურასთან აღარ გვაქვს შვიდობა დაგვიდია უკვე. აი მაშინ მეც მიხედონ. მადახა. დაგიბრუნდით მეგობრებო. ბებია ჩემი იყო. ხმა გადის აქედან ამ ოთახიდან და იქიდან მეძახის ბოლო ხმაზე მანდა ხარ. ერთად შემო. ეხლა მოდი უცებ ესენი გავანადგუროთ და ეს ციხესიმაგრე დავიბრუნოთ. ჩვენი იყო ისედაც ჩვენ წავართვით. ის მაგა წავართვით სხვადასხვა და
ისევ მაგათმა დაიბრუნეს მერე. ეხლა უფრო ტიპო make peace აი ამათან მოვაგვაროთ. და არმია ეხლა მე ამაზე რო იყო შეკრებილი, გავუშვათ წამო აი აქ. ხო, მანჯობია, თქვენ აიღეს ეგ ქალაქი და დავიბრუნოთ. მან წადით ბიჭებო თქვენ. ექსპერტი, არ გვინდა ექსპერტი. ბევრი ექსპერტი ყავს. ჯიდინას რაღა უნდა ძმავალემაო, მაგას არ დაარტყათ ეხლა. რუსებს რაღაც წავართვით. კურსკიც წავართვით, ანუ ორი ქალაქი წავართვით. მაგას მე მივხედავ, მე რა ეხლა მივხედავ, ჯერ ესენი მოიშორო. ქალაქს არ მინდა დაარტყან. თვე ტვინსბურგობა იქნება მე. market sales, აჰა, 9000, 900-100000 დაში. აჰა. აი მეორე ნომერი გათავისუფლდა ხო აქედან, სად იყო მეორე ნომერი, ამათ. გავუშვათ მან უცებ. კიდე ერთი გათავისუფლდა, მეხუთე ნომერი ათაკ, მეხუთე ნომერი იყო იქ, გავუშვათ აქ. მეექვსე ნომერი პორტ მერსიას იცავს. მეექვსე ნომერი სად არის? პორტ ის აიღო, ბაზარი არ არის, მაშინ აგაუშვოთ. და ის იცავს იმას და ის იცავს იმას და ეს რა არის? იარკანტზე მიდის დეფენსი, ჩესგელენზე მიდის დეფენსი, ოსტრაზე და კაშკარზე. ვინემ შემოგვიტის? მოიცა. რუსებმა დაგვარტყეს. აქეთკენ რა ხდება? აქეთკენს რუსებმა დაგვარტყეს. აი მეორე ნომერს გავუშვებ ჩეთ გალდრზე, მოდი. არმია და მეორე ნომერი, მოდი გავუშვათ. ეხლა პატარა გენერლებით შემოგვიდეს იქ აზეს გენ და გენერლავებით. 1-2 ლორდით რა, გენერალი კი არა. ლორდით რა, 1-2 ლორდით შემოგვიდეს უეჭველი. მეტი მაინც არ ყავთ მაგსაც უდავებს მაგათ. კაი, ეხლა მეოდე ნომერი ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგეც გათავისუფლდება და ამან ხო წაიღო ჯიდინასმა. მოიცა. ხო. make peace, აჰა. ეხლა რაც გინდათ ისკენით. ისეიზე დადგნენ კი. რაც საერთოდ არ მინდოდა ეხლა გაეკეთებინათ. კაი იყვნენ ეგენი დროებით მათ. მეთქი სხვაგან გავუშვებდი ამასობაში. კაი, no problem. თუ არ დამდგარა რა არის. მოიცა ნახოთ აბა ეხლა. კი დადგნენ BCH-ზე მოასრეს. კაი, no problem, არ არის ეგ პრობლემა. ვაუ, ეს წაგვართვეს. უკვე ტვინსბურგავენ მაგას. აი აქეთკენ ჩამოვიდეთ ჩვენ, მოდი. წამოვიჯერ იქითკენ დავიდეთ. რაღაცა ავიღეთ, მოიცა. ამ მეოთხე ნომერმა იყო ჩაღა როგორ ჩანს, სად არის მეოთხე ნომერი? მეოთხე ნომერი სად არის, კაცო? 9 იგერ არის მეოთხე ნომერი. აი შენ არ გინდა კაცო დარჩიმან დეფენსზე. მაშინ იყო ჩაღა მე-7 ნომერმა. მე-7 ნომერს იყო ჩაღიგე და შენ გაგიშვებ მანდ. ათასოთხმოცდაათი 1700, რამდენს მთხოვთ რა არის, რა უბედურება.
დამინდეთ მაინც. ფული ბევრი მაქვს, კაცო, ეგ პრობლემა არ არის. რაღა ბევრი 9 მილიონი მქონდა და 6 მილიონზე ჩამოვედი. გადასახადებს მიაქვს, ფული თუ მიაქვს. ერთი ჩავასტრო რა იქამდე, მოიცა ბარემეს გავაკეთოთ, სკვადში შევიდეთ. მარტო ეს არის? კაი, უცებ ვიზავთ, მოდი. ორი ის გვაქვს, ხო, მარტო. შილდბენდინგი არ მინდა, მოდი. ეზლეთიკი მოვუმატოთ 30-მდე, დანარჩენი გავუშვათ სტამინაში. საბრძოლო სკილები ეგენია და ლორდობისთვის მე არ ვამზადებ მაგას და 103 კაცი დადგას 70 კაცს. აი აქედან კიდე სადღაც ქონდა თალყა, ამ არ ამზადებს ამათ. ერთ ქალაქ კიდე ავიღეთ. აბა რომელი ავიღეთ? 3 ნომერმა იყო ჩაღა? კი. 3 ნომერი იქ გვიდგია კაცო. 3 ნომერს თავი დავანებოთ, მოდი. მაშინ ვინ იყო ჩაღა კაცო? ის დეფენზე დგას იქ, კაცო, მე გავაგზავნე, ეგ არა. უსგენც უტევს 8 ნომერი, ეს 7 გახდა, ეს 8 ნომერი გახდა. ისი არქს უტევს. ჩელდგალც იცავს. ოსტრას უტევს, კაშაგარს იცავს. ქუეს იცავს, კურსკს იცავს. ეს ქუერი რატომაც მახსოვს მოიცა? აქეთკენ. სადღაც. რამდენი გენერალია, პლუს 14 არმია რა, გენერალი არმია. ოსტრაც აიღეს ტიპებმა, კაით რა. ახალი დაყოფილი ტერიტორიები როა, მაგის გამო ჯარი არ აყენია, შინ წესიერი. უსამაშობი ეხლა მოიცა რას ვიზავ, იცი? აი კურსკზე იყავი, მოდი, ქუესზე, რავი, სად არის აზიარვა, მაგრამ იყავი. კაშგარზე იყავი, ოსტრას შეტევაზე დაანებე თავი, წადი. შეტევაზე არ არის, ეს შეტევაზეა და დაანებე თავი, დიდი არმიები მიხედავენ მაგას. რუსებთან ეხლა მომიწევს წავიზადებო უოჭოზე უოჭოლე. იმის გამო რომ ეხლა ესენი ცოტა მოაძლიერო ეს ციხესიმაგრეები, ასაც უტევს რა. დასუსტებულიაც არის და ტვინი წამიღო. და ეგ ეხლა დიდ დროს წამართვეს, რა წინ დაუგან სიარული და მაგ ციხესიმაგრე დაცვა. კაი, ეს გადარჩა. მაგრამ ოსტრა ვერ გადარჩა. ოსტრას ჩვენ ავიღებთ კაცო უცებ. კაი, ერთი აბა აქეთკენ შევხედოთ რა ხდება. კაშიგარს კიდე უტევენო ბიჭო. კურსკსაც უტევენ. ერთი ეს რეებზეც ყავს გაგზავნილი. ეგენი აიღონ და მეტი არ მინდა კაცო და მე დეფენსებს გავუშვებ, მე დავიცავ და ისინი აიღო, მე შუტებას ვეთყვი და მაგათ დეფენსებზე შემიძლია გავუშვა თავისუფლად. ეგენი რა. ეგრე ვიზა. რავი, ეხლა მეგობრებო, ეს საწყენი იქნება და მოდი დავასტოპებ და ამებს დავიცავ. იმებს აიღებენ და იქიდან დაგიბრუნდებით, შუტებას დავუდებს და მოვაძლევ ფაქაურობა და დაგიბრუნდებით უკვე შეტევაზე გადავალ ან რუსებზე, ან სულთანზე, ქვევით რომ ყავს. ეგრე დაგიბრუნდით მეგობრებო. კარხანის ფერში გასული და მე აქ ვარ. გადმოსული პიეტები გავანადგური აქ და მათაც უცებ ომი გამოგვიცხადეს.
როგორც ხედავთ 1 2 3 4 5 6 7 8 8 გენერალი მყავს? მეორე სად არის? აგერ არის. არ ვიცი ეს მეორე რა არის, ვინ თვითონ შეიქმნენ ალბათ დარჩენილი ნახავ მაგას კაცო. თვითონ იქნებენ შექმნილები ახლა უცებ შექმნილები. მაგას წავშნი, იმიტომ რომ დაბალი ისინი იქნებიან და რაც კი ჯარი მეყოლებოდა ყველა მანდ იქნება ახლა. დარჩენილი რა ლორდები. აი 5 ნომერი უტევ აქ 218-იანზე და აქ ამ მხარეს თუნდაც მოუხსნი. აქეთკენ მე ვარ და ამ მხარეს მოხსნას ვაპირებ. აქეთკენ დამისპაუნა ორიგინალური შექმენი და აი ამ ხნას შეუტევ. ერთ თორსბუქს უტევს და მეორე პორტ-ქსიას შევატევინებ. აი პორტ-ქსიაზი აი აქაც ერთ ქალაქი წართმეული გვაქვს. ეს აგვიჯანყდა, პორტ-ქსიაზი აგვიჯანყდა, მე პორტ-ქსიაზი რუსებმა დაიპყრეს. აქაც ეს ქალაქი აგვიჯანყდა. და აქეთკენ აუტევთ კიდე ორი გენერალი, სამი გენერლით და აქაც უტევთ ერთი გენერლით, რომელიც უნდა გადამიყვანა აქ და ვერ მოვასწარე. და აქეთ უნდა დამეწყეს ალებერგი და ალებორგი უნდა წამერთო. აი მაგამდე კიდე ომი ქონდა, აგერ წავართვი 4 ქალაქი კამაკურას შოგუტანს და აქ წავართვით როგორც ხედავთ 1 2 3 4 5 6 7 ქალაქი იმას დელ სულთანს. სელტემენტი რა მოდი ეგრე ვიტყვი. იმიტომ ქალაქი წავართვი და მაგურ იმაში 7 სელტემენტში შედის 2 ქალაქი და 5 ციხესიმაგრე რა. აი ჩვენ ახლა აქეთკენ ამათ თუცე მივხედავთ. ბარემიკენ ერთ სოფელი აქვს და მაგასაც დავესხმები თავს. უკვე ნახეთ დაიწყეს უკვე რა ალყებზე დადგომა ჩემებმა. იმიტომ ახლა დიდათ დიპლომატები მეიქფის შევიდით. ომი გვაქვს მარტო რუსებთან, ახლა ესენი არ იცნობენ, რადგან უკვე ძალიან სუსტები არიან. პირატებს ვაფშე სოფელიც აღარ შეჭათ აღარცად. იმპერიას აქვს 2 აქვს, ნორვეგიას 3 სოფელი აქვს. ყაზახებს 2 გადარჩათ, ბანდიტებს კიდევ ძალიან ბევრი სოფელი აქვს, მაგრამ ეგენი ძალას არ წარმოადგენენ. აი სხვათა შორის ჩემი დაუფიქრების გამო თლიანად ანუ ჩემი არმია თლიანად კინა გამინადგურდა შენ გამაგდი ჯი დინასტი 200 კაცამდე დამშა და 900 რაღაცა მყავდა თლიანობაში ანუ 900 რაღაც მყავდა მაგრამ 200 რაღაცა იყო გადარჩენილი 9 ანუ 700 კაც არა ხო 700 კაცამდე დაჭრილი რა რა მოგივიდა შენ კიდე ვეღარ გამოითვალე ყველა ძლივს ავავსებინ ახლა 900 კაცამდეც აბა ვნახოთ 45 მაშინ ელიტები გაუშვათ ეს ისინი დაუმარცხე კამაკურა შოგუტანის არმია და ძალიან ბევრი ვსყავდა კამაკურა შოგუტანის მეომარი 7 მილიონი გვაქვს პულიო 100,000-ები ახლა 253,000 არ მაინტერესებს ესეთ ფარგლებში ასული 253,000 ფულია თუ არა ეგ აღარ ითვლება ჩემთვის კაი აქაც გამდენეთ ეს რუსები პორტ ლუადონგი ლუადონგი 4 ნომერი მაივაშკაცო ბაზარი არა 4 ნომერი ათაკ ზეთო მაქსიმალ სულ ყოველთვის ათაკ თუთაკო ჯონჯო ლიკის მუთაკო ათაკ ვაიმე რა გავაკეთე შეტევას არ დავაწექი არმი მე 4 ნომერი წავიდა ბატონო ხო გითხარი ესა აი ეს ჩავხსნით ახლა დროულად
ესენი მირჩევნია ჯარები შეივიცნონ და სამომავლოდ რეზერვში მყავდეს, რომ ეს არმიები სამუდამოდ მყავდეს. რამოდენიმე ლორდს ჯარი ამოეხოცება და დასუსტდება, გამოვთვლი ამათით. ეგეთი ისა მოხდა, სხვათა შორის დიდი ხანი იძლებენ ეგრე. თვითონ რო ქმნიან უკვე ტვინს ეს ლურჯი ხაზი რო ხედავთ აქ, ეგ არის ეგრე ბოლომდე ჩავა არმია დაიშლება რა. ამასაც ეგრე აქვს, ამას ძალიან კარგად აქვს მეოთხე ნომერს, სამ ნომერსაც უკვე ნახევარდე მიდის, ესეც ოთხ ნომერს აქვს კარგად, მაგრამ დანარჩენს ყველას ეგრე აქვს რა. მონიშნო აქ და შეტაბი წავიდეს. მინდა რომ მალე მორჩე რა ხდება კაცო, ორი ქალაქი ავიღეთ, ბაზარი ეგ არ მინდა კაცო. არმია და ვიცი რომ სადაც ავიღეთ კაცო. მესამე ნომერი ოსტრა ავიღეთ, როგორც ჩანს და გავუშვათ აქ. და კიდე ავიღეთ მეხუთე ნომრის დახმარებით ესა. სად არის მეხუთე ნომერი? და გავუშვათ აქ. მიმი კიდე შეიქმნა და ჯიდინას უდევს, არ მინდა, არა. ნახე, მე რამდენი ისე ცოტანი ყავთ რა არმიები. რამდენი გენერალია აყვანილი და 2013 კაცებს გლისავიდნენ. და ნახე, ერთი ხაზი შევსებული და ერთი გადაცდა და 2100. ეგ ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი დონის მეომრები არიან უკვე. ეგენი. ტვინს ბურღავენ რა, თვითონ რო ქმნიან არმიებს. დეფენსზე მაინც რო ქმნიდნენ, კაი ხო, აი არაფერია, მაგრამ აი ამ შეტევაზე თავის ნებით ქმნიან რა, ქმნიან. რომ მინდოდეს მე ხო შეუტევდი. ხო შექმნით. ანუ არ მინდა, რატო იქმნებით თქვენ თვითონ? ერთ ქალაქიც ავიღეთ და ვიცი რომ მაც აიღო პირველ ნომერმა. აჰა. შენ გაგიშვებ ამაზე. მეორე ნომერი სადღა არის? ვიცი რა კურსკიო, ანუ აქ არის. და გაგიშვებ მაგაზე. ანდა გაგიშვებ აი ამაზე. ანდა წამოიყავი. რავი სხვა ვინღა არის დარჩენილი. ის შეტევაზე მიდის, ის შეტევაზეა და ალყაში მოარტყა. აჯანყებულებთან შვიდობა მაქვს დროებით. და რუსები მინდა რომ მივხედო უფრო ვიდრე მაგათ. ბურსა. რა დავარქოთ ახლა ამ ეპიზოდს რა. რაღაცა ისეთი რომ ასახავდეს მოვლენებს რაც ხდება ვიდეოში. თან ინტრიგა რო დავთესოთ. რაცო ინტრიგანი იქნება სათაური მით რო დაინტერესდება ხალხს. ჰადი სადღა არის ძმა?
მივალე ხავე ეუბაჰაც აუ კიდე შექმნიდნენ ჩემები ახლა არმიას და მაგიტომა მივიდა მე შექმნა ერთ-ერთმა ჩემმა ლორდმა არმია და გავმიძახა მე მაგის არმიაში ტვინი წამიღეს უკვე რა ნამისად დავტოვო ერთ-ერთი ხესიმაგრეში შეუშვა პრინციპში ეგრეც აი ცოტას ეგრეც მოიმატებენ თავიანთ ჯარს არმიებს რა მაგრამ თავისუფლად რომ მირჩევნია იყვნენ რადგანაც არმიებსაც მოიმატებენ ეს სოფლები რო ხომე დარჩი უკანა მხარეს დარჩენილი ზოგო წილად ქცეულ ქვეყანას მაგას წაართმევდნენ მაგ სოფლებს აიღებდნენ ბანდიტებს წაართმევდნენ სოფლებს რომ ძალიან ბევრი აქვს უკანა მხარეს ევროპისგან აღებული ამოდის ანუ შეიქმნა არმია რა ეგრეთ შეიქმნა რა ხო შეიქმნებოდა რადგან მე გამომიძახეს არმიაში ალებერგს ალღას შემოვარტყეს თუ ავიღეთ უჩას კაი ატაკაბა პირველ ნომერმა 100 მალე აიღო ეგ ოჩახ წოდიდმა იგი მეოთხე ნომერი ალებერგი აიღო და ალებორგიზე გაუშვეთ ეხლა ეგრევე და მე ეგრე ჩამოვაყოლოთ ეგ რავი ექვსმა ნომერმა თორსბურგი აიღო ნახოთ აბა აიღო როგორც ასე და დაიშალა როგორც ეს ის არმია კაი მეშვიდე ნომერს გაუშვებ ეხლა ნოვოგოროდზე გაუშვებ ამას ეგრევე მეექვსე ნომერს და მეშვიდე ნომერი დაშვება პორტ ლუადონგს დასაცავად მიდის რადგან ერთი გენერალი დაგვეშალა იმის საღი არმია ჯერ კიდე არსებობს აქვს უბრალოდ ინფლუენსი როგორც არის ბანერლორდში მსგავსი სისტემა აქვს გაკეთებული უმაც უფრო დასახვეწია და გასაკეთებელია ეგ ყველაფერი რადგან საერთოდ არ გავს ბანერლორდის ინფლუენსის ყველაფერი და ეგ თუ არ გამოასწორეს მაგარი ტვინის ბურღვარი ისე მედია მალე მიხედავენ ეგ არის 7 ნომერში კიდე ერთი ბაზარი არ არის და ეგ არის 7 ნომერი ახლა არის +1 გენერალი ამას გამოვაყოთ ჩემი თავი 700-ნი არის მოიცა ახლა მეექვსე ნომერს ნოვოგოროდზე აღარ გაუშვებ ორსკსიაზე გაუშვებ მიჩემი ორსკსიაზე ისინი ყავდა გაშვებული კაცო დაიღებენ ეს დაიღებენ კი მიჩემია აი ამაზე გაუშვებ ისინი ჯერ კიდევ იქ იქნებიან არც არ გაიქცეულდნენ კაცო აიღებენ იმ ქალაქს You are capital the port Xias. მოგითხარი აიღებენ მეთქი. მოიცა ბარემ თავი დავიზღვიოთ. აი მე რა სასჩინელი სიმაგრეა. მაგრამ ეხლა აღარ არის ეგეთ სასჩინელი. არაფერი შეგინთ არის. რელიქს 83-ზე შეიძლება საგვიჯახდეს. აი ეგ როგორ უნდა გავაკეთო ხოლმე რომ Byland create production Byland აბა ესე ნოვიწირო იქ სამხდება 83 ხო? მე კიდევ -83-ზე. რა უნდა გავაკეთო ეგ რო აიწიოს? ვაღარ აგვიჯანყდეს ხოლმე. ხალხი. ეგ კი არ ვიცი.
მაინც 83-ია მარკეტელში. აჰა. კიდევ 83-ია, კაი. ცხენი. მოდი შეჯო ფენსი ვიყიდოთ. და ეგენიმალი ვიყიდოთ. სვები არ მაინტერესებს. ანიმალებიც არა და რესურსებიც არა. იგნები აქ ვერ ვიყიდი, თორე ვიყიდი დიეტის სიამოვნებით. აჰა. აი. ესეთი 2000 თითქმის 2900. კაი, აქაც რა თქმა უნდა გავუშვებ ამას. სხვა არაფერი არ გვინდა მანდ. მოდი სტამინა გავუსვათ და დანარჩენი ეზიტექსი გავუშვათ. უკვე level 18-ზე ავიყვანე. მარკეტ არ გვინდა, ჩვენ გვინდა სკვადი, შევიდეთ სკვადში. ნაით სპიარმენი არ გვინდა, ნაითი არ გვინდა, თორე ჩვენები ექსპერტი რო იყოს. აი ეს გავაგზავნოთ იქითკენ, ესეც. აი სვორდმენი ელიტა. სპიარმენი მოცეგენი იაპონელები არიან, არ მინდა იაპონელები. ეგრე გავუშვა. არჩერ ელიტა, აჰამიდი, სვორდმენი ელიტა, აჰამიდი, სვორდმენი ელიტა, აჰამიდი, სპიარმენი ელიტა, აჰა. არჩერი კიდე 15 და ამაზუტი 100. აი, მეთქი მაგით მომემატებოდა რელეშიპი აქ ქალაქში და არა. -83 მაქვს მაინც. ზედ ყულავა დავხარჯე. აი არა უშ აქედან უცებ ასე ვიღოთ და ეგ. მაინც ვერ შევიცვით. არა, მერქია. სასახლე რადგან დავიცავი, შეიძლება ურთიერთობა მომატებოდა სასახლესთან. მერსიაც დავიპყარით. მაგრამ არც ეგრე. კარას დავიპყარით, კაი. არმია მერსია თუ დავიპყარით, წამოეხლა 8 ნომერი სადღა მიდის. კარაკურომი. ეგრე და ბარემ ამასაც ვეთყვი რომ ეს დაიპყროს და ამას დაიპყროს მე გავუშვებ უკვე აქეთ მხარეს რა და თქმა კი მინდა მაგრამ არ მინდა ენა მიყიდოს და მე თავის ტკივილი გამიხდეს მერე ნომერი იყოს მაგრამ როდის ახლა ეგ მოვა იქამდე დავიცავი პრინციპში და მეორე ნომერს ვაფშე ახლა გაქრობას უბრძანებ. ნუ გაქრეს საერთოდ. ვარი არსებობს. ერთი მიშდე ნომრის საქმე მაინტერესებს, მე რა ხდება მიშდე ნომერთან. ზევით მინდის, მაგრამ ვერ მიასწრებს, რატომაც ეგრე მგონი. აი არა ვთქვი ვერ მიასწრებს. თვითონ აიღებ, ხელახლა აიღებს რა გარჩი. გზად მოდი ეს ვილიჯით გავიტანოთ და გადავიდეთ მე პირდაპირ აი აქეთ და აქედან მხარეს მივეხმაროთ ჩვენ ბიჭებს რადგან მინდა ამ ეპიზოდში რომელიც 19-20 ხდება 2 დავუმატოთ და ჰორა დრო მაუჩე კიდე აი ეს ხარე გავიტანოთ რა ეს ხარე მაინც გავიტანოთ 2-4
სალთემენტი როა დარჩენილი. ეს 5. რაც უოჭველი ვიზა. და კოზლესკი კიდე ქალაქია ვიღეთ რა სტრაფები არიან რა არის. ათაკაბა მეორე ნომერი მე მგონი ვიცი რაც იყო. მანდარა აი აქ. ის ბაზარია პირდაპირ ამაზე გავუშვათ. მოდი არ გვინდა ეგრე, მოდი მე-7 ნომერი ათაკ. მე-7 ნომერიდან ნოუბორდოძე გავუშვათ. იმას მაინც ვერ მიუსწრებს და ხელმეუღოს ასაღები გავიხდება. რა აზრი აქვს? ფარემ დრო აღარ დაკარგოს და აუ ერთი ის არის რომ ამ თამაში ანუ რაღაცას უშველი წყალზე, მაგრამ მაინც ნერადად ის წყალშიც. აი ანუ მაქსიმალურ არმიას აიღო ან და მე არის საშინელება იმ მხრივ რომ ძალიან ნელა მოძრაობს. ძალიან ნელა. ეხლა აი ნახეთ ან წყალზე კიდე რაღაცას გააკეთე, იმიტომ რომ მარკეტში ხვალ, მე აქ ჩიპში გადახვალ და over speed-ი გვაქვს ჩვენ 20. ეხლა ნახე. ამას აქვს 18, ამას 16, ამას 13. შეგვიძლია ვიყიდოთ. ოპა, არა, ეგ ცუდი იდეა აღმოჩნდა. აი ეს სხვა ის გემი ყოფილა დაში. მაშინ გავყიდოთ, ესეც გავყიდოთ. ამით ვერა, ესენი დამაკლებენ. დამაკლებს, ხო გითხარით. ამათ სპიდი ცოტა აქვს, მაგრამ ესენი საჭიროა. 200-იანები არის თითო და. ფლუგენ გე ხოლემა კოლომნას ალყა შემოვარტყავ. ასევე ნოვგოროდსაც. აუ შენ რა მაკლდი ეხლა რა აი მე მიხედავ ქვევით როგორ მე და ბიჭებს ზევითკენ გავუშვებ სხვა გზა არ არის დავაცდი რომ შემომიტიოს მე რომ შეუტიო ეგეც კაი იდეა იქნება მანდ. იმის გამო რომ მე რო შევუტე ის ხალხს გამოგზავნის იმ ციხესიმაგრეზე, სადაც მე ვუტე. ეხლა თუ ძალიან ბევრი მომნე წავალ მე ესა სხვა ციხესიმაგრეზე შემოვარტყავ ალყას. ისინი იმ ციხესიმაგრეზე დარჩებიან და იმ მეორე ციხესიმაგრეში ახალ ხალხს გამოაქვს, არმიას გამოუშვებს. და კიდე ქალაქი ავიღეთ. და პირველ ნომერმა იყო ჩაღავო, პირველ ნომერი სად არის? მანდ ყოფილავო. აჰა. ორზ ჰოკი. მოდი არ გვინდა რაიზოზე გავუშვათ ეს. თითქმის უკვე მივედით რა, მიდი რა. ანა ჯანდაბა უნდა თა უცებ წავართვი ეს 7 ტერიტორია ისე წინააღმდეგობა ვერ ვიგზენი ამათგან კი ეხლა ერთო ადგილას შემომარტყეს ალყა მაგრამ ისევე გავანძღურე გალყა როგორც თვითონვე ეს ქალაქები ავიღე რა უმარტივესად რავი ეხლა რა უნდა გავუტო მაქსიმუმ დევაგირს შემოვარტყა ალყა რომელსაც ვერ ავიღებ და ცოტანი მოვა ყავს და ისინი თუ შევიდნენ სასახლეში, მაშინ ბევრი იქნებია. უსავო შენ არი დავარს თუ რაღაცა შემოვარტყეს ალყა. კაი მოიცა. არი დავა და ბურსა
2000 კაციანი გავუშვათ მერვე არმია, კაი წავიდა ესეთ ფურსა მანამდე კაცო. ეს აიდავა სად არის კაცო, ვიცი მე მგონი. კი. წავიდა. ვერ მიუსწრებ ახლა იმას მე მგონი, ეგრე ვფიქრობ. ალებორგი, კაია, ალებორგი, კაია, სად არის 4 ნომერი, აგერ არის 4 ნომერი. ათახზე გავუშვოთ და ჩვენ წეღან ეს ვერ დავიცავით და წაგვართებს, ხო და ამი დავიბრუნოთ. დინარეში დავდივარ. უზარმაზარი გემით. ეს არის უნდა იცოდ სოზოჰუ იღაი კაცო. მეხუთე არმია, სად არის მეხუთე არმია? ამად ბაზარი არ არის, მაშინ გავუშვოთ პირდაპირ ამაზე. და კიდე ერთი ქალაქი დარჩება ალყას შემოსარწყმელი. ეგ მხარე წავართ, რაც მე მინდა ახლა. ერთი ის ციხესიმაგრეც ალყა მაქვს შემოსარწყმელი, მაგას შემოვარტყავთ. პლუს ბაზარი არ არის. კოლომანს ვიცავთ. კოლომანს 2 ნომრით რატო ვიცავთ? წადი მაგაზე კაცო. და მე-6 ნომერმაც იყო ჩაღაო, აქეთაო, ხო? აქეთო. კი ბატონო. ხოდა გამოუშვათ მაგაზე მე-6 ნომერი. დანარჩენი იქითკენ იმათ მაიღონ ისინი, რაც გვაქვს მონიშნული. და აიღებენ თუ არა, მშვიდობას გამოუცხადებ ცოტა ხნით რუსებს, რომ დელს დინასტიას მივხედე, იმიტომ არა მგონი ახლა ამ დისტანციებზე დაიწყო ამან ალყების შემორტყმა ციხესიმაგრეებზე მე მივასწრო. სად არის? უი მე სატყოფილა ვერა. დაწყებული აქვს უკვე. კაი, ვეღარ მივაწე, მაგრამ გზად ეს მაინც გავიყოლო. გავიტანოთ. ეგრე. ამაზე რუსები გვიტევდნენ, კაცო? ხო, როგორ ჩანს? რატომ ახსოვდა, რომ ისინი გვიტევდნენ? აუ, ეხლა ეგენ დაარტყეს ტიპებმა რა. და ჰარს დაარტყეს და ჰამის დაარტყეს. რანომეს ეტყვი რომ ჰამისთან წავიდეს. არმი 8 ნომერს ეტყვი უცებ რომ წავიდეს. ატაკი არა, დეფენსივ რა. ამას უკვე ხალხი სუდღეში ყავს მე-7 ნომერს. აქ ჩვენ წყობილ ვართ მე-9-ში, გამომიყვანე კაცო. ჰამიზე ყავს გაშვებული ეგო. ოლმალქისაც ვიცავთო და ჰარსაც ვიცავთო. ძალიან ბევრად გე შემოგვიტიეს. 8 ნომერი უცებ დეფენს აქ. ეგრე. აგეთ სად არის ჰამი ოლმალქის იქიდან ვიცავთ.
კიდე რაღაცებს ვიცავ თუ სადღაც უნდა რავი, აებს ვიცავ აზი არ ვარ. აუ, არმია დამეშალა, ნოვგოროდი. მეშდიარმია რასაკეთებს, ვის იცავს? არასაკეთებს კაცო. მეშდიარმია ბურსო, ბიჭო, წამოდი აქეთ, ათაკ. მაგას დაარტყი შენი ჭირიმე, რა თმინდა შენი ბურსის დაცვა, მანდ არავინ არ არის, დაჰრა. აი წამო ჩვენ დაჰრაში და ჩავ, ოი, ჰამი აქეთკენ არის კაცო. ჰამი იქეთკენ არის დაში. მაშინ დაჰრაში იქნებ ჩავას. ჩვენ თუ ეხლა ასე მოგვიწია აქეთ იქით სიარული. გარბილე კაცო. კაი იქეთკენ იმათვა რეინებს არიან მაიღონ მაინც. და გამოვარო, პრინციპში მაგამდეც მეთქი სათაური გვექნება მეთქი ეგეთი რომ რუსები ევროპიდან გავდევნეთ მეთქი, მაგრამ მაგამდეც გადმენილები იყვნენ, ისე გამოდიოდა რა. უბრალოდ ნახე კრუსკი ხო არის მანდ კიევი არის აქ, ეს უნდა იყოს აქეთ, აი ამ ადგილში პატარაზე. ან ეგ ქალაქები გამოიტყო და მანდ რა ქალაქები თუნდაც ყოფილა ჩამწერი, ეგ მოჩაეჯინა. ეგ არ მომწონს ერთი. ეს კრუსკი უკრაინის ქალაქია და არის სადაც აზიაში ყაზახეთის ტერიტორიასთან. ნოვგოროდით ავიღეთ, კი ბატონო, ნოვგოროდი ვიცოდი რომ ავიღებთ კაცო. დელჰი სად არის დეჰრი? აუ აქეთკენ არის. და აუღეთ. აი no problem, რამდენი არიან შენი 28-ნი? ამან აიღო მარტო სიმჰანა მეორემ. აი ახლავე დავიბუქებ. სხვა რა ხდება კაცო, დაჰრა დაუკარგეთ, მაგრამ კამაკუროშოგუტანმა არ დააყონა და სოუზე შემოგვიწია. ერთი დიპლომი ექვის კამაკუროშოგუტანი. არა. ესა არა. ესა კიო. კიდევ ვინ გვაწუხებს, ესე გვაწუხებს რომ ხანდახა. რაიზოც აღებულია, კი ბატონო, არმი, რაიზო ხო აიღეთ, კი ბატონო. ეხლა შევხედოთ. ჩვენ გვინდა ეგრევო. ეგ არ მომეწონა. ქალაქს უტევენ უკვე სადაც ქალაქსაც შემოგრეს. ჯარი არ მიყენია. და არავინ არ ყავს ისეთი გაუშვო. ანუ კი მყავს, მაგრამ არიან შორს და აზრი არ აქვს ვერ მიასწრებენ.
ეგ არის პირატები განადგურდნენ. The pirate complex destroyed all its position have failed and the last troop are defeated. The remaining surviving lord are forced to seek refuge in other state. ან სოფელი აღარ ქონდათ აღარსად და ბოლო ლორდი ვინც ყავდათ მე ნახე მეთქი ერთი ელუთუქუა იყო რომელიც შემიერთა მე სხვა მაგის ლორდები წავიდნენ სხვა შეუერთდნენ ნორვეგიის განადგურებაც მინდა ანუ ეგრე ქვეყნების განადგურება მაწყობს იმიტომ რომ შანსი არის რომ იმის ლორდები მე შემიერთდნენ მარტინი სადღა არ მოიცა მარტინი სემა შეუტეს მარტინს მან რა გინდა შედალოცვილო შენა სამი ნომერი ხوارე გასხო არა მარტინი სად არის მარტინ შეუტიესო რუსებმაო არასწორებმაო გაპარტახებულებმაო აქ რა ხდება 3 და 4-ია ბაზარი არ არის მაშინ ეგრე ვიზავრო 3-ს გაუშვებ ლოდოუ გაგზე თუ რაც არის 4-ს გაუშვებ ვლადიმარსი ორიანი თავს თორს ჰოქს სუზოქს სამიანი კრაკოვს ორიანი ყოფილა ის სამიანი მეკუნა კაი ათაკ ამაზე და ეს უკვე საომავლოდ იქნება რა მაგათი აღებები რა აი მოდი შენც და წადი აი რქო აღარ მახსოვს ვლადიმირი აი მეგობრებო ამას წავიღებ და დაგემშვიდობები ძალიან დიდი გამოჩვენი სერია მაგრამ სანამ მაგას გავაკეთებდი მოდი ეს პატარა დივიზია ამოვწყვიტოთ ამას აი გამოსლებას მიიღებს ჩემი არმია აი გამოსლება იყო დიდი ვერაფერი ვერ გიქნეს ინდიუცე მაგათაც მიეხო ეგრე არმი ათაკ და გაგიშვებ ამას ირაგი მე მქონდა წავალ და ამათ ვხედავ და უნდა დაგიშვებოთ მართლაც თორე ძალიან დიდი გამოდის და მე მაგას ვეღარ დავაედიტებ და რაღაცეები და თავისად კი ვარი გამიხდება და მე ჩემნია დაგემშვიდობოთ მეთქი ძალიან ბევრი მომიკლა და შემდეგი ეპიზოდში გავაგრძელოთ უკვე რა ეს იყო მე-16 ეპიზოდი და ჩვენ შევხვდებით ისევ მე-17 ეპიზოდში აბა ჰე და აბა ჰო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში